დიახ. რაღაცა მე მგონი შეიცნეს, გაიგეს კარგად. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება განსაცდელებში აღმოჩნდნენ. შეიძლება ყველაფერს წესიერად აღასრულებდნენ ყველანაირად, მაგრამ ღმერთი უშვებს განსაცდელსაც კი. რატომ უშვებს ამ განსაცდელს? აი, მაინტერესებს. დიახ. ამ განსაცდელმა უნდა ესე იგი აღზარდოს ადამიანი. ამ განსაცდელმა არ უნდა შეაშინოს. ადამიანმა უნდა გაიაზროს. ეს ღვთისგან არის თუ ბოროტისგან. ყოველ შემთხვევაში მან უნდა მოიკრიბოს ძალები, მხნედ იყოს, მხნე იყავდა განძლიერდი, უფალი ეუბნება ასეთ ადამიანებს წინასწარმეტყველი სპირით და მაშინ სადამე არ შეუშინდეს აკეთოს თავის საქმე. მას დაეწყება ბრძოლები, რაღაცა რადგან დაეწყო ბრძოლები, უკვე ეს არის ღვთისგან მოვლენილი და ღმერთი შენ გამზადებს იმისთვის, რომ შენს ძლივ ამ განსაცდელს და მაშინ სადამე ღმერთი ჯილდოსაც მოგცემს. მეტად ნიშნულია ამაში თვით ანტონი დიდის ცხოვრება. ერთ-ერთ ეპიზოდს ანტონი დიდის ცხოვრებიდან ვიტყვით ამ დროს, რომ ანტონი თავის იმ გამოქვაბულში ჩავარდა იმ მდგომარეობაში, რომ შეუტიეს მთელმა ამ ლეგიონმა და ბოროტებმა ესმის ლომების მტყვინვა, სხვადასხვა მხეცების ღრიალი, ამასთან ერთად ქალის წივილი და კივილი ბავშვების ტირილი და არასვენებენ. სხვა კიდევ მრავალი, რა თქმა უნდა, ანტონი ლოცულობს, მან იცის, რომ ეს ბოროტის შემოტევა და ლოცვა არ უნდა დასთმოს და მართლა შეუპოვრად ლოცულობს. და ამ ლოცვაში, ესე იგი, მიაღწია იმას, რომ ამათ, ესე იგი, დამარცხდნენ ესეთი ყველანაირად და აი ესეთ დაიღალა ანტონი და წამოწვა კიდევაც დაღლილი. გაცხადა უფალი ქრისტე მაცხოვარი. და რა შეუბნება? უფალო, ამ მდგომარეობაში რომ ვიყავ, რატო არ დამეხმარე? რატო ჩამაგდა იმ განსაცდელებში ამ ხეცებისა და რაღაცეების ხელში? ანტონი უთხრა უფალმა, შენ სანამ ამ ბრძოლაში იყავი, მე კიდევ მაგ შემოტევების ცენტრში, შუაგულში ვიყავიო. და შენ რომ წაგეგო და დამარცხებულიყავი, მე გავიმარჯვებდი და გამარჯვება მაინც შენ მოგაკუთვნებდიო. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ შენს ძლიერ წარმატებით და გამარჯვებას ესე იგი მოიპოვეო. აი ხედავთ, უფალმა დაუშვა მის აღსაზრდელად გამოსაცდელად, რომ ბოროტს უნდა შეუტიო და ძლიო კიდევაც. აი უფალმა ჩვენ მოგვანიჭა ნათლის ხებაში არის ძალა ასეთი, რომ ვერ არა ბოროტი ვერ მოგვერევა. თუკი ჩვენ ქრისტიანულად ცხოვრობ, ცნებებს ვიცავთ, ყოველივე ვეზიარებით და ასეთ თავისუფალი ვართ და რომც მოხვდეს ეს განსაცდელი, ესე იგი ფხიზლად უნდა ვიყოთ, არ შევუშინდეთ და შევასრულოთ ყოველივე. უფლის ჯილდოს დავიმსახურებთ. ახლა რა ჯილდო მისცა ანტონი დიდს, ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა, საბოლოოდ გვირგვინი მისცა და ჩვენ საკაც უფალთ ძალუთ დაგვაჯილდოვა, თუკი ასეთი მსგავსად ვიცხოვრობ. ასეთ განსაცდელებს მოვერევით უფლის სახელით. და ეს გვესაჭიროება ნამდვილად ჩვენ. ამ განსაცდელის გამოვლინებას აი ეს თვალსაზრისი ახლავს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო, ესეთი ლამაზი საუბრისათვის. ბედნიერებას ყველაფერ კარგს